2024 წლის საუკეთესო მოხალისეები დაჯილდოვდნენ. ღონისძიებას ახალგაზრდების 64 მუნიციპალიტეტიდან ესწრებოდნენ, მათ შორის იყვნენ წარმომადგენლები შიდა ქართლიდან. კონკურსის გამარჯვებულები მთელი საქართველოს მასშტაბით ჟიურიმ გამოავლინა. სპეციალურ პლატფორმაზე 6000-ზე მეტი ახალგაზრდა მოხალისე იყო დარეგისტრირებული. მთელი წლის განმავლობაში ახალგაზრდები აღნიშნული პლატფორმის გამოყენებით აზიარებდნენ ისტორიებს მათი მოხალისეობრივი საქმიანობის შესახებ. ყოველწლიური დაჯილდოების მიზანია მოხალისეების მხარდაჭერა და მათი შრომის დაფასება, რომლებიც უანგაროდ ეხმარებიან სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს. ღონისძიება Helping Hands ორგანიზებითა და ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით ჩატარდა. ეს უმასპინძლა საქართველოს მასშტაბით მცხოვრებ მოხალისეებს, რომლებმაც წლის საუკეთესო მოხალისის ეროვნულ ჯილდოს დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა. აღსანიშნავია ეს ფაქტი, რომ აღნიშნული ღონისძიება წელიწადში ერთხელ იმართება, რომელსაც Helping Hands მართავს თავის პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად. დასრულდა კონკურსი, სადაც გამოვავლინეთ წლის საუკეთესო 14 მოხალისე სხვადასხვა ნომინაციაში და მინდა თითოეულ მათგანს დიდი მადლობა უთხრა გაწეული მოხალისეობრივი საქმიანობისთვის. რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ნომინირებული ვიყავი წლის საუკეთესო მოხალისის ჯილდოზე, თუმცა შემდგომ უფრო მეტად მოვინდომებ და რა თქმა უნდა, ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ ამ პროექტში.